ჩემი ხარალეთი. ჩემი ქალაქი. მიხვეულ მოხვეული მთებს ვავად ჩავარდნილი. თავისთვის იდგა. ვისუშავებთ რამეს. ჯერ იყო და უბრალო მომცრო სახლებით იწყებოდა. ეზოებში ვარდი გეორგინი იდგა, შენ ხარ ჩემი ბატონი, თაღიანი ბუხრები გვედგა. ზამთარ ზაფხულ კვამლიას დიოდა ხარალიც. დრო კი მოგეხსენებად გადიოდა. ქალაქის ცენტრში კი ხარალეთის სიამაყე სამსართულიანი შენობა იდგა. სვეტებიანი, მარმარილოთი მოპირკეთებული, ყავისფერი, ღრამატული თეატრი. თეატრი ბევრს გვიყვარდა ძალიან, მაგრამ ბევრსაც დიდად არ ეპიტნავებოდა. ზოგი ამბობდა დიდი აზღლიცინში რა ყრიაო, ზოგსაც ფული ენანებოდა, წელი მაქვს გაკავებული ვერ წამოვალო. ზოგიც ამბობდა, რომ ამდენი ხალხის ნასუნწყში ბაცილებია ბატონო. და რა ვიცი ასე. კი გვიყვარდა ჩვენი თეატრი. კარგი იყო თუ ცუდი იყო, ჩვენი იყო. ჩვენ რომ არ გვევლო, აბა სხვა ქალაქებიდან იuliდნენ. დავდიოდით ასეთ რო გამოშვებით. წელიწადი არ მახსოვს ზუსტად. ისე 24 სექტემბერი იქნებოდა, მაკრინე ჯარში თხოვდებოდა. მსახიობები რა თქმა უნდა პირველ რიგში დაპატიჟეს. მსახიობი კარგია სუფრაზეო. მაგრამ ვინ წავიდოდა ქორწილში? იმ დღეს ვერაგობა და სიყვარული გადიოდა. დირექტორმა მაინც ხრიალით გამოაცხადა. მესამე ზარს რომ დარეკავს კაკალა, თუ არავინ იქნა დარბაზში მოსული, მაშინ ჩაიცვით და წამოდით ქორწილზეო. ხოდა ისიც იყო. კაკალა მამიდას მესამე ზარი უნდა დაერეკა, რომ სად იყო და სად არ გამოჩნდა. ბალხას კაკაბაძე ჩაგდო ყუთში შაურიანი, ავიდა ქანდარაზე, გადახედა შეკუჩულ არტისტებს და დაუძახა. რა კაცო, აღარ იწყებთ სპექტაკლს? არ ხარ დაპატიჟებული მალხას ქორწილში? კი, მე რა მოგიყვანა ამ დასაწვავში. სპექტაკლი მირჩევნია მე. კი, მაგრამ ახლა ერთი კაცის გულისთვის სპექტაკლს უნდა დავაკლდეთ ამდენი ხალხი. ერთი ყველასთვისო არ გაგიგია შენ? ერთი ყველასთვისო გამიგია მე. კი, მაგრამ მალხას ახლა ასეთი უგულო თამაშის ყურებას არ ჯობია კაი ქორწილი. არაფერი არ ვიცი მე. დაიწყეთ ახლავე. ო, მამა ჩემო ცოდვილი ვარ. რაღაცა ურევთ თქვენ მან სიტყვებს, როგორ გეკადრება მალხას. კაი ქუჩა, აჩიკა წასმული, ეკალა, ხომი, ცხელ-ცხელი ჭადები. შოპ! ყველანი გამოდით თქვენ დროზე. არაფერი არ ვიცი მე. ბიჭო, ქორწილი ჯობია. ყემალი თუა. აბა, ვარდი უეკლოდ. ცუდი ღვინო ექნებათ მაგათ. რას ამბობ? 5 წლის ღვინოა, ჭურიდან ამორიკრიკებული. არა. უხერხული რომ არის ახლა მაინც სპექტაკლის ჩაშლა. ქორწილი როგორ ვანაცვალოთ ხელოვნებას. მალხას შენი ჭირიმე არ დაგღუპო. კი, მაგრამ რომ არ დაუპატიჟები ვარ. აგერ არ დამაბარა მე. არა, მაინც უხერხულია. არ არის მალხას უხერხული, ნუ დაგუპავ შენი ჭირიმე. კარგი, რა ხამცა, ასე გინდათ ერთი ყველასთვისო წავიდეთ ქორწილზე. ატყდა, მარა რა ამბავი ატყდა. ვინ ჯუბას იხდიდა, ვინ პარიქსის როდა სკიურში. ერთი გნიასი. დაუმარჯოს არტისტებს, დაიძახა თამადამ. ატყდა ტაში, მარა რატაში. და რაც იქ ვნახე, როგორ მინდა ლექსად გადმოგცეთ, მაგრამ სადა ამდენი რითმა ქუჩაში არ ყრია. თორე ვინო ხერი.
და დრო გადიოდა მაგრამ ისე რაღაცნაირად სხვაფრი